ჩვენ ორი დღეა ვსაუბრობთ ქალბატონი თამარ ბაგრატიონის პირველი ლედი რომ გონია საკუთარი თავი მის საჯარო გამოსვლაზე მელანია ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ვსაუბრობთ, ვაკრიტიკებთ ქალბატონ ბაგრატიონს პირველი ლედი რომ გონია საკუთარი თავი მას. ვაკრიტიკებთ პირველ ყოვლისა ფორმის გამო. მან არის ის ინგლისური ვამბობთ ამას, მართლაც არის ის ინგლისური და ამის მიუხედავად მას ეყო იბოდიშებთ და მასაც უბოდიშებთ ცხადია თავხედობა, თავკერძობა, თავხედობა, რომ სწორედაც რომ ინგლისურ ენაზე გამოსულიყო სიტყვით, ამასთან ცუდად გამოვიდა, ანუ ვერც ივარჯიშა, არც ივარჯიშა, სარკესთან არ ივარჯიშა, ასე რომ ამბობენ ხოლმე, სარკესთან უნდა ივარჯიშო. სიტყვა აერია, დასცინის საზოგადოების ერთი ნაწილი და ეს ირონია თუ ცინიზმის ლეგიტიმურია, მე კი არ მომწონს. მე უფრო ვიცოდებ მას, მეტი ემპათია მაქვს მის მიმართ, შემეცოდა მართლა. მეორენი ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს სიტყვის ფორმა იყო საშინელი. სხვები, სხვა შორის 60-ზეც ამახვილებენ ყურადღებას. კიდე სხვები მარიამ ლაშხზე და უკან მსხდომ ადამიანებზე. დეპუტატებზე, რომლებიც ჩემი მოსაზრებით მას დასცინოდნენ. სწორედაც რომ ისინი დასცინოდნენ. ასია ბიზნე ივანიშვილმა გადაანადგურა ყველა. მარიამ ლაშხი ვინმეს რომ დასცინის იმგვარ პირად აქცია. მარიამ ლაშხს აფიქრებინა რომ თვითონ უკეთესია თამარ ბაგრატიონზე. იცის რა ორი ღერი ინგლისური მისგან განსხვავებით. აი ეს მარიამ ის ლაშხია, ის მარიამ ლაშხია, რომელიც მასონებზე ლაპარაკობდა ამ ერთი წლის წინა ხერვის წინ მასონები მართავენო სამყაროსო. მარიამ ლაშხის ინტელექტამდე, ანუ გაჭორვილურებამდე დაიყვანა ბიზნე ივანიშვილმა ყველაფერი. შელახა უკლებლივ ყველა პოლიტიკური სპექტრის და ეს ვრცელდება სხვაზეც რასაკვირველი გადავრცელდება ყველაზე პრაქტიკულად დონე როგორც ასეთი დაადაბლა საკუთარ დონემდე დაიყვანა. თვითონ ხო უინტელექტო ტიპია, რომელსაც ცოტა ხნით წინ ვთქვი, ჰეკლბერი ფინიც კი არა აქვს საკითხული. აქვს საკითხული რაღაც ტომ სოიერი ისიც არასრულად, განძის კუნძული თუ საიდუმლო კუნძული ან გრაფი მონტე-კრისტო ისიც არასრულად. და ჰეკლბერი ფინი მარკ ტვენისა საკითხული საერთოდ არ აქვს. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ აი მითხარი ნამდვილი გვარსახელი მარკ ტვენისა მეთქი რო გკითხო, შეიძლება გდრუზოს რამე თავში. და მესმის რომ მიხეილ ყაველაშვილის პასუხისმგებლობა რომ ასე გამოდის მისი მეუღლე, პირველი ლედი რომ გონია საკუთარი თავი, ეს არის პასუხისმგებლობის 1%-იანი წილი. კიდევ 2% ან 1% პასუხისმგებლობა უშუალოდ თამარ ბაგრატიონისა, რომ ასე გამოდის მომზადებელია ინგლისური არ იცის ქართულად შეეძლო გამოსულიყო, უკეთ უნდა მომზადებულიყო და ასე შემდეგ და არ უნდა არეულიყო, არ უნდა ეღელვა ასე. ჩვენ ყველანი ვღელავთ ეგ რა მაგის პასუხია, ვისაც გვიწევს საჯარო გამოსვლები, გაცნობილებიც და გამოცდილებიც და არა გამოცდილებიც. ჟურნალისტები, რომლებიც შეჩვეულნი არიან კამერას, ისინიც კი ღელავენ ხშირ შემთხვევაში. ოღონდ ვარჯიშობთ. ვემზადებით, აი ბაგრატიონს მომზადება არ ეთყობოდა. ასევე ჩვენ ვაკრიტიკებთ იმ შინაარსს. გარდა ფორმისა, ჩვენ ვლაპარაკობთ შინაარსზეც და ვაკრიტიკებთ შინაარსს. რაც თქვა, როგორც თქვა და რაც თქვა ქალბატონო ბაგრატიონმა, არის ყველაზე კარგი და რბილი შეფასება ფარისევლობა. მაგალითად, მან გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ის 4 შვილის დედაა. ოღონდ საქართველოში რომ დაბრუნდება, არ გაახსენდება სხვისი 4 შვილი. ამ შემთხვევაში გულისხმობ პატიმარ ელენე ხოშტარიას. მე გუშინ თქვი ასე, რომ მიხეილ ყაველაშვილი არც შეიწყალებს 4 შვილის დედა ელენე ხოშტარიას. მეთქი მე ეხლა შევავსებ ამ სიტყვას. არ სჭირდება ელენე ხოშტარიას შეწყალება, წყალობა ვინმე ფუჩეთში მიხეილ ყაველაშვილისა. არც სჭირდება, მაგრამ შე როცა ხარ, ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით და უნდა მომიტევოთ მამაკაცი და ქვია პრეზიდენტი, შენ ცოტა უფრო სულგრძელი უნდა იყო. ცოტა უფრო ფართოდ უნდა უყურებდე პროცესებს, ცოტა მეტ ეგრეთ წოდებულ zoom out-ს, ანუ ზემოდან უნდა დახედავდე ხოლმე ამბებს.
ქალბატონი თამარი ამბავის ის არის რომ არასოდეს არ ეთქვის მეუღლე მიხეილ ყაველაშვილს შენს ხელშია მიშა ძალმოსილება და უფლებამოსილება შეწყალებისა ამ შემთხვევაში ელენესი ან სხვა შემთხვევაში ნებისმიერი სხვა პირისა რომლებსაც საბოლოოდ ჩვენში რომ დარჩეს ბალიშზე გვიდევს ახლა თავი ერთსაც და მეორესაც და ალბათ არ გვიწერენ არ ხდება ჩაწერა დინარაძეს არა აქვს დამონტაჟებული რამ ჩასაწერი ჩვენს საძინებელში ჩვენში რომ დარჩეს არც მზიას ასე მაგალითად და არც ელენეს ასე მაგალითად და არც ერთს პრინციპში ჩვენში დარჩეს ოღონდ მიშა არაფერი დაუშავებიათ და გთხოვ იქნება და სადაც მოახერხებ როგორც მოხერხდება ისე რომ არ გადაიკიდო ცალკე კობახიძე ცალკე მდინარაძე ცალკე კალაძე ცალკე პაპუაშვილი და რასაკვირველია ბიზი და ივანიშვილი იქნება და მოახერხო და ზერძონდინება მოახდინო გუნდში რომ შეიწყალო შენ ერთი პირი თუნდაც ამას არც ეტყვის თორე კვლავ ვიმეორებ არც მზიას არც ელენეს და არც ერთ პატიმარს მამაკაცსა თუ ქალბატონს შეწყალება წყალობა ყაველაშვილისა არ სჭირდება ამიტომ იყო ეს სიტყვა პარისევლური მაგრამ ამაზეც არ ვამახვილებ ყურადღებას ვამახვილებ ყურადღებას იმ კადრზე რომელიც ყველას თითქოს და გაგვეპარა და რამდენადაც მივხვდები სხვა კრიტიკულმა არხებმა საჩვენეს საკუთარი ეთერებში ეს კადრი მაგრამ აი ამაზე სპიკერებმა და ჟურნალისტებმა ნაკლები ყურადღება გაამახვილეს თუ ყურადღება გაამახვილეს საერთოდ აი იმედის სიუჟეტშიც არის ეს კადრი მოხვედრილი ჟურნალისტი რომლის გვარიც არ ვიცი ჟურნალისტად წოდებული რომლის გვარიც არ ვიცი ამ სიუჟეტს გვაჩვენებს საკადრო ჩართვა აქვს ანუ თვითონაც ამბობს თუნდაც საუბრობს ამ თემაზე საუბრობს რომ გალბატონი ბაგრატიონი გამოვიდა ამ სამიძე თუ ამ ფორუმზე გალბატონი მელანია ტრამპის გამოვიდა ამ ფორუმზე იმან ეს თქვა ამან ეს თქვა და ასე შემდეგ და იქვე ახსენებს რომ პირველი ლედი რომ გონია საკუთარი თავი გალბატონ ბაგრატიონს შეხვედრა ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში და ამ კადრს შეხვედრების თაობაზე დაახლოებით 5 წამიანი ან 7 წამიანი კადრია გვთავაზობენ ისინი რატომღაც უხმოდ არა მხოლოდ ამ ჩართვაში არამედ სხვა გამოშვებებშიც უხმოდ გინახავთ სინქრონის გარეშე რომელიმე კადრი ვინმეს მიერ გავრცელებული მე არ ანახნაკლებად მახსენდება და რატომ გვთავაზობენ ესენი უხმოდ კადრებს არ ჰქონდათ განადედანი შესაძლოა მათივე კამერა მუშაობს მაგრამ მათი კამერა რომც არ მუშაობდეს ხმის თანხლებით კადრები ჰქონდათ თუ არ ჰქონდათ ამ კითხვით მივმართე საკუთარ თავს დავიწყე ფიქრი ამ თემაზე იმარამ რა საჭირო იყო თუ ქალბატონი თამარი ესოდენ სერიოზულ შეხვედრებს მართავდა აი კულისებში რაღაც ფორუმზე სახელმწიფო დეპარტამენტში თუ ვინმე შეხვდა გადასძახა გადაულაპარაკა ესაუბრა და ასე შემდეგ რატომ გაუშვეს უხმოდ კადრები არა შესაძლოა იმიტომ გაუშვეს რომ იციან მისი ცუდი ინგლისურის თაობაზე და დამატებით აღარ მიუგდეს საჯიჯგნად ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს ქალბატონი ბაგრატიონი მაგრამ ისევე როგორც სხვა შემთხვევაში ხო შეეძლოთ რომ მისი სიტყვები ეთარგმნათ და ასე ჰქვია ხმა დაედოთ ანუ ეთარგმნათ და ქართული თარგმანი შემოეთავაზებინათ და თუ მაინც და მაინც აქაც თავხედდება ქალბატონი ბაგრატიონი ბოდიში ასე რომ ამბობ მასზე და ინგლისურად ლაპარაკობს ეს არ არის ან როგორც ჩანს არ უნდა იყოს ან არ არის თავარ მიზეზი უხმოდ მისი კადრების გავრცელებისა მე გეტყვით რატომაც მოხდა ეს დავაკვირდეთ ამ კადრს კალამსაც ავიღებთ გვერის დებარტით ეს არის პირველი კადრი ჯობს რომ გავშალო ხო როგორც მე ხვდები თუ არ ჯობს არ ამერიოს და არ გამექცეს ამასობაში ეს არის პირველი კადრი ქალბატონი ბაგრატიონი მე დავაჭერ უკვე ამ სამკუთხედს ქალბატონი ბაგრატიონი ესე იგი ჟურნალისტი ეს არის ქალბატონი ბაგრატიონი ეს არის მისი არ ვიცი ვინ არის ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტში ეს შეხვედრა მისი შეხვედრებიდან პირველი კადრი ახლა სწრაფად უნდა დავაჭირო და სწრაფად მე უნდა დავასტოპო მოგლობა ჰქონდა რომ სოფლის სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები რეაქციით ყურადღება ეს ქალბატონი არ გეცნობათ გადაკოცდა ქალბატონი ბაგრატიონი
ამ ქალმა გადაკოსტა ქალბატონი ბაგრატიონი. ვინ არის ეს ქალბატონი? მეუღლეებს გასაუბრებოდა საქართველოს პირველი ლედი. უკვე სხვა კადრებში ეს ქალბატონი რამდენიც მიხვდები აღარ ჩანს. და აი რო შეხვდნენ ეს დამონტაჟებული კადრებია. რომ ვიცოდეთ მაინც, ანუ ერთი შეხვედრის, მეორე შეხვედრის, სახელდახელო ერთი შეხვედრის, მეორე შეხვედრის კადრები გაცილებით დიდია. თან თბილი შეხვედრა დავწუნდით ხო, მაშინ თბილად მიესალმნენ არასწორი სიტყვა, თბილად მოიკითხეს არასწორი სიტყვა. მოდის ვიხდი ამ სიტყვის გადაკოცდეს, გადაეხმივნენ ერთმანეთს, ერთი პირველი ლედი და ვიფიქროთ ლოგიკურად, მეორე პირველი ლედი, გეცნოთ ეს პირველი ლედი. მეტი კადრი არსებობდა და მათი სახელდახელო საუბრის ჩანაწერიც არსებობს იმედის არქივში. ვგდებოთ ასე ვიყი, მოკლედ იმედის ტექნიკურ პერსონალს აქვს რა ისაუბრეს ორი სიტყვა როგორ ახარ, კარგად ავარ. რა შვებით თქვენ მომარტივებს ხადია ხო, თქვენთან რა ხდება, ჩვენთან ეს ხდება. ეს ქალი არის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ელენა ზელენსკაია. იმედმა და იმედის начальством, надеждас начальством მიიღო მთელი სრული კადრები, პირობითად 1 წუთი, ან 40 წამის სახელდახელო საუბრისა ქალბატონი ბაგრატიონისა და ქალბატონი ზელენსკაიასი, ანუ ზელენსკის მეუღლისა და ყაველაშვილის მეუღლისა. ისინი შეხვდნენ, მათ შორის ისაუბრეს მნიშვნელოვან საკითხებზეც ალბათ, ინგლისურად როგორც ისაუბრა ქალბატონო ბაგრატიონმა, ვერ გეტყვით. იქ ისმის ხმაც, მაგალითად, თეორიულად შეიძლება საუბარი იყოს ამგვარ საკითხზე. პუტინმა გაიტაცა ბევრი და ბევრი ბავშვი. უკრაინელი ბავშვი დაახლოებით 25-30,000 ბავშვია საუბარი, რის გამოც პუტინი შლეგი ლიდერი და დედა საიმასქნებელი, რუსეთის დედა საიმასქნებელი პრეზიდენტი არის ბრალდადებული ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მიერ, როგორც საერთაშორისო დამნაშავე. თეორიულად იმ 1 წუთში, თეორიულად კვლავ ვიმეორებ, შეიძლება ელენა ზელენსკაიამ გადაუკრა სიტყვა ამ თემაზე, იმიტომ რომ ის ფორუმი, რომელიც მელანია ტრამპმა მოიწვია, მათ შორის ეხება ბავშვების უფლებებსაც, მათ შორის ეხება ამგვარ მნიშვნელოვან პოლიტიკის მიღმა არსებულ საკითხებსაც. ქალბატონ ელენამ შესაძლოა კვლავ ვიმეორებ ამ თემაზეც გაუმახვილა ყურადღება ქალბატონ ბაგრატიონს და ქალბატონ ბაგრატიონმა როგორც 4 შვილის დედა, რომელსაც სხვა შემთხვევაში სხვა 4 შვილის დედა და დედები დავიწყებული ხავს, ამ შემთხვევაში შეიძლება თავისი დამტრეული ინგლისური თქვა შემდეგი სიტყვები, მართლაც რა საშინელებაა. მართლაც რა ცუდია რომ 20-25-30 საშინელებაა და აი ქალბატონი მელანია იქნება ერთად თხოვოთ, მეც მოგეხმარები. ქალბატონ მელანიას ჰქონდა ინიციატივა, იცით თქვენ, პირველ ლედის შეერთებული შტატებისა, რომ გამოეხსნა ეს ბავშვები და პუტინისაგან ერთი ხანობა დაპირებას მიიღო, ოღონდ ეს საქმე წინ არ წაწეულა, რუსები დასაკვირველი არავის არ გამოუშვებენ, არათუ 30,000 ბავშვს, რომლებსაც იდენტობას უცვლიან და ანადგურებენ და რუსებად ზრდიან, რომლებიც უკრაინას უნდა შეებრძოლონ გარკვეული პერიოდის შემდეგ, სრულწლოვანები რო იქნებიან 4 წელია გასული და მეტი ომის დაწყებიდან, არამედ 300 ბავშვსაც კი, 30 ბავშვსაც კი არ გამოუშვებს სისხლის სამართლის საერთაშორისო დამნაშავე პუტინი. და აი ამ შეხვედრაზე შესაძლოა, არ არის გამორიცხული, რომ ქალბატონო ელენა ზელენსკაიასა და ქალბატონ თამარ ბაგრატიონს შორის ამაზეც გამახვილებული იყო ყურადღება. იმედმა ხმით მიიღო, ვოისით მიიღო ეს კადრები და რატომღაც ან სხვა მიზეზის გამო ჩათვალა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ ეს კადრები ჩვენთვის არ უნდა შემოეთავაზები და იმედი ყველაზე პოპულარული არხია ჩვენ სინამდვილეში. ასე არ არის? ანაკონდამ ბიტონმა აბასთუმნის უღრანების ბინადარმა ბიზინა ივანიშვილმა გადაანადგურა და ჭორვილად აქცია იმედის ეს ჟურნალისტიც, ეს წამყვანიც, ის ხელმძღვანელიც, ამის უშუალო ხელმძღვანელიც, პროდიუსერიც, საინფორმაციო უფროსიც, თლად ნაჩალნიკიც, წილის მფლობელიც, ყოფილი მეწილეც
ეს იმედის ნაწილში, იგივე შეიძლება ვთქვათ რუსთავიორზე, იგივე შეიძლება ვთქვათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა პროპაგანდისტურ არხებზე. პოლიტიკური სპექტრიც ჭორვილისტანის პოლიტიკურ სპექტრად გარდაქმნა, რომელსაც ნიჩში არ წაუკითხავს და ნიჩეს კრიტიკოსები კითხვა კი ევალებათ, ოღონდ ისე რომ თავად ნიჩე რას ლაპარაკობს ის კრიტიკოსების მკითხველებმა არ იციან. გაზარქვა კრასატულებად აქცია, კრასატულების მოყვარულებად აქცია ეს მისი პოლიტიკური სპექტრი. აქ ამ პირობებში აქედან გამომდინარე გარდაულად აუცილებელია ჩემი მოსაზრებით მორალური უპირატესობის მიღება, დემონსტრირება და ჩვენება ამ ხელისუფლება წოდებული ბანდისათვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენია მორალური უპირატესობის ჩვენება, დემონსტრირება საზოგადოებისათვის. და თქმა საზოგადოებისათვის იმისა, რომ ესენი აი ამ დონის რომ არიან, ინტელექტუალური დონის, მორალურ-ეთიკური დონის, ზნეობრივი დონის, ჩვენ ვართ სხვა სიმაღლეზე. ამიტომ უნდა გვენდოთ პოლიტიკოსებს, ვინც პოლიტიკაში არის ან აპირებს დარჩენას და არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლას და აგრეთვე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამ რუსული ქაქიდან საქართველოს ამოთრევაში სხვებს ეხიდება. სუხარ რომ ყაველაშვილი, არც სუხარ სიმართლე ვთქვათ. ობიექტური რეალობაა, რომ ყაველაშვილი, იმედი, ყაველაშვილის მეუღლე, ზარქუა, ლაშხი, ვიღაცა, ისინი არ არიან ჩვენთან ერთად. რას იზამთ? ცხოვრებაც ეს არის. ნახვამდის.